მოგესალმებით სტამბოლიდან. აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ვნახო ყველაფერი, რაც კი აქაურ ფუფუნებას უკავშირდება. ამ პოპულარულ თურქულ ქალაქში თვალშისაცემია დახვეწილი გემოვნება, რადგან მისი ფესვები კულტურით საზრდოობს. და საუკეთესო ადგილი, საიდანაც ჩვენი მოგზაურობა შეიძლება დაიწყოს, არის ნიშანტაში, ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური უბანი. სტამბოლი თავისი მდებარეობით ევროპასაც მოიცავს და აზიასაც და ორივე მხარე მომხიბლავია თავისი უნიკალურობით. ჩემს თავგადასავალს ევროპული ნაწილიდან ვიწყებ ნიშანტაშიდან, რომელიც ზედგამოჭრილია მოდის მიმდევრებისთვის. თუმცა ამ ქალაქში თანამედროვე ფუფუნებაზე ბევრად მეტი იგრძნობა. იუველირი სევან ბიჩაქჩი სტამბოლის მდიდრული კულტურული მემკვიდრეობის ტენდენციებს იყენებს თავის ნამუშევრებში. სევანი, რომელსაც მეტსახელად ბეჭდების მბრძანებელსაც უწოდებენ, თავის ნამუშევრებში ოსმალეთის იმპერიისა და აღმოსავლეთ რომის ტენდენციებს გამორჩეული ოსტატობით აქსოვს. თითოეული სამკაული ერთადერთი და განუმეორებელია და მის დამზადებას ხშირად რამდენიმე თვე სჭირდება. სევანის დახვეწილ ოსტატობას ძვირფასი სამკაულების სამყაროში უმაღლეს საფეხურად მიიჩნევენ. ჩვენ უკვე მივედით იმ დონემდე, როდესაც ხელნაკეთ ნივთებს თითქმის აღარ ამზადებენ და მაინც ისევ ტრადიციული მეთოდებით ვამზადებთ ნივთებს. ტრადიციულ ფორმებს ვიყენებთ, სწორედ ამის გამო ვართ გამორჩეული. მისი თითოეული ნამუშევარი საკუთარ ამბავს ყვება და თუ რომელიმე მათგანი გამშვერებთ, ეს იშვიათი პრივილეგიაა. მთელი ჩემი ცხოვრება და იუველირის კარიერა აი ამ მიწის დამსახურებაა. იმის თქმა მსურს, რომ ჩემი მშვენიერი სამშობლოს სილამაზე გადამაქვს ნამუშევრებში და თანამედროვე იერს ვანიჭებ. Bugünkü şartlarla, bugünkü modernlikle yorumlamış halimdir. ბიჩაქჩის მსგავსი დიზაინერები გვაჩვენებენ, თუ როგორ იცვლება სტამბოლის ფუფუნების ინდუსტრია, რომელიც წარსულზე უარს კი არ ამბობს, არამედ მას თანამედროვე შტრიხებს ამატებს. ეს დამოკიდებულება მთელ ქალაქში იგრძნობა. ბოსფორის სრუტის პირას მდგარი ჩირაღანის სასახლე სტამბოლის იმპერიალისტურ წარსულს აცოცხლებს. ამ სასახლის დარბაზებში სიარულისას ხვდები, თუ როგორი ესთეტური იყო ოსმალეთის იმპერია. დღეს ეს წარსული უკვე სასტუმროს დიზაინსა და ატმოსფეროში იგრძნობა. სასახლე, სადაც ერთ დროს სულთნები ცხოვრობდნენ, ახლა ქალაქის ყველაზე მდიდრული სასტუმროა. ეს დიდებული დარბაზები ისტორიული თურქული აბანო ჰამამითა და ზღვის სანაპიროზე მდებარე ლუქსებით საუკუნოვანი სამეფო მემკვიდრეობის ანარეკლია. ამ მემკვიდრეობის ამსახველი მცირე დეტალები ოსტატურად და ფაქიზად არის ჩაქსოვილი სასტუმროს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რის გამოც აქაური სტუმარმასპინძლობა უფრო დახვეწილია და წარსულის სულსაც გადმოსცემს. სტამბოლის ტრადიციები რიტუალებადაც იქცა. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე რომ გამოვცადო, ზეირეკ ჩინილი ჰამამში მოვედი, სადაც არქიტექტურა და კეთილდღეობა ერთმანეთს ერწყმის. ოსმალეთის იმპერიის დროს აგებულ ჰამამებში ხალხი მხოლოდ დასაბანად კი არ დადიოდა, არამედ გასართობადაც. ყველაზე ხშირად მაინც ქალები დადიოდნენ, რომ ეჭორავათ. ეს ადგილად და ამავდროულად ებანავათ და დაესვენათ. ეს ადგილები ცნობილია ამით. სხვადასხვა ოთახში სიარულის დროს ისეთი განცდა მიჩნდება, თითქოს ყველაფერი მშვიდი ატმოსფეროს შესაქმნელად არის გათვლილი. მე-16 საუკუნის კომპლექსის არესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ისტორიის ახალი შრეები გამოჩნდა. სამწლიანი რესტავრაციის დროს ახალი არქეოლოგიური არტეფაქტები იპოვეს, რომლებიც ახლა ჩვენს ცისტერნის მუზეუმშია გამოფენილი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო სივრცეა. ეს არის ეგრეთ წოდებული ორმაგი ჰამამი, ორი აბანო, სადაც ქალები და მამაკაცები ერთდროულად დადიოდნენ. Here luxury means slowing down. აქ ფუფუნება ცხოვრების ნელ ტემპს ნიშნავს, როგორც კი დაბინდ და სტამბოლის კიდევ ერთი მხარის აღმოსაჩენად გამოვედი. აქ შენობების სახურავებზე სიცოცხლე ჩქებს და დახვეწილ სამზარეულოს გთავაზობენ. კერძები კიდევ უფრო გემრიელი გეჩვენება, როდესაც სადილობისას ბოსფორის სრუტეს გადასცქერი. ტრადიციული რიტუალებითა და თანამედროვე დიზაინებით გამორჩეულ სტამბოლში ფუფუნება ზედაპირული არ არის. ამას გრძნობ აქაური ოსტატებისა და ტრადიციების გაცნობის შემდეგ, როდესაც მიხვდები თუ როგორ გამოწყვეტლივ იცვლება ეს ქალაქი. ნახვამდის.